მოგესალმებით. მრავალკუთხედი დღეს განსხვავებული ფორმატით გავა ეთერში და ის მთლიანად აგროს სიახლეებს დაეთმობა, რომელსაც მე გიგა აბულაძე გაუძღვები. ადგილობრივი განვითარების ჯგუფების იგივე ლაგების შესახებ ჩვენ არაერთ გადაცემაში გვისაუბრია. უკვე გიამბეთ ბორჯომის განვითარების ჯგუფისა და მათ მიერ განხორციელებული თუ მიმდინარე პროექტების შესახებაც. დღევანდელ გადაცემაში კი ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის შესახებ ვისაუბრებთ და მუნიციპალიტეტის საჭიროებების მიხედვით შემუშავებულ პროექტებს გაგაცნობთ. დაგეგმილი არის ბილიკების მოწყობა, სკამების განთავსება უკვე შემდგომში. და აი ქვედა მხარეს გვინდა რომ გაკეთდეს სპეციალური შენობა აშენდეს, რომელშიც განთავსდება განათლების ეკოცენტრი. 1861 წელს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დამაარსებლის იმ დროს ლაგოდეხში მოღვაწე წარმოშობით პოლონელი ლუდვიგ მოლოკოსევიჩისა და ესტონეთის ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორ მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტის ნიკოლოზ კუზნეცოვის მიერ გაშენებულ უნიკალურ დენდროლოგიურ პარკს 90-იან წლებში განადგურების საფრთხე დაემუქრა, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა. კერძოდ ხდებოდა ტერიტორიის დანაგვიანება და მცენარეების დაზიანება. უნიკალური ჯიშის ასწლოვანი ხემცენარეების ტერიტორიებს სამოსახლო ნაკვეთებადაც კი ყიდნენ. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის ინიციატივით და ევროკავშირის მხარდაჭერით მოხდა პარკის კონსერვაცია და დანაგვიანების განდაცვა. 30 წლის განმავლობაში არ იყო შემოღობილი და დაცული ეს ტერიტორია აქ. მთლიანად აქ მიდიოდა როგორც საქონლის ძოვება, რომელიც ანადგურებდა იქ ახალ მონაშენე მცენარეებს და აქედან გამომდინარე ჯერ კიდევ ძველ პერიოდში, წინა პერიოდშიც გვინდოდა რომ გაგვეკეთებინა ეს აღვედგინა ღობე, რომელიც დაიცავდა ამ უნიკალურ ამ შემთხვევაში ფლორას ამ ტერიტორიაზე. და სწორედ გაგვიჩნდა ესეთი კარგი საშუალება მოგცა ჩვენ ქია საერთაშორისო ევროკავშირმა, ადგილობრივმა ლაგმა და მივიღეთ მონაწილეობა ამ კონკურსში. გავიდა პირველი ეტაპი, მეორე ეტაპი და მოხდა დაფინანსება ამ პროექტის. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის ფარგლებში ჩვენ ლაგოდეხს ვეწვიეთ. სასოფლო-სამეურნეო, ლანდშაფტური, ტურისტული და საზაზღვრო ადგილმდებარეობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების პროექტებიც მრავალფეროვანია. იყო გარკვეული გაუგებრობები თავიდან, რადგან ძალიან ბევრს, როდესაც სიტყვა სოფელი ესმის, მხოლოდ სოფლის მეურნეობას აღიქვავს. ეს იქნება გარემოს დაცვითი მიმართულებები, ეს იქნება ინფრასტრუქტურული განვითარება, ტურიზმის განვითარება, ახალგაზრდების ჩართულობა, თვითონ რა თქმა უნდა წამყვანი არის სოფლის მეურნეობაც და ასე შემდეგ. ანუ ძალიან დიდ სფეროს მოიცავს ეს ყველაფერი. გიორგი ამბობს, რომ ევროკავშირის ხელშეწყობით მუნიციპალიტეტში მოსახლეობის კერძო სექტორის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობების ჩართულობით წარმატებული თანამშრომლობის პრეცედენტი შეიქმნა. ევროკავშირის დახმარებით ხორციელდება საქართველოში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს ამ მხრივ გაუმართლა, რადგან შემოვიდა ორგანიზაცია ქეა საერთაშორისო კავკასიაში, რომლის დახმარებითაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფი. ლაგოდეხის განვითარების ჯგუფი და ძირითადად ამ ჯგუფის მოვალეობაა ერთი მხრივ განახორციელოს ლიდერ მიდგომით, ანუ ქვევიდან ზევით მიდგომით ადგილზე არსებული პრობლემების დასახელება, მათი გადაჭრის გზების წარმოჩენა, შეთავაზება მუნიციპალიტეტისთვის და მეორე მხრივ მუნიციპალიტეტის ჩართულობა უნდა იყოს გაზრდილი, რომ ეს პრობლემები მოსახლეობასთან ერთად მოგვარდეს. ლაგოდეხის განვითარების ჯგუფმა ადგილობრივ საჭიროებებიდან გამომდინარე 5 ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება ჩამოაყალიბა. ჩამონათვალში პირველ ადგილზე გარემოს დაცვა მოხვდა, შემდეგ ახალგაზრდობა, სოციალური გენდერი, მოწყვლადი ჯგუფები. სოფლის მეურნეობა მესამე ადგილზე, ხოლო შემდგომ ინფრასტრუქტურა და ტურიზმი მოდის. ჩვენ ამ მიდგომით და პროექტების საკმაოდ დივერსიფიცირებული მიმართულებებით ვაჩვენეთ ის, რომ და კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ ვცდილობთ დავამტკიცოთ ის, რომ სოფლის განვითარება ეს არ არის მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარება, არამედ სოფლის განვითარება ეს ნიშნავს
მთლიანობაში კონკრეტული ტერიტორიის განვითარებას სოციალური და ეკონომიკური მიმართულებებით, მათ შორის ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, ეკონომიკური აქტივობების ზრდას, როგორც სასოფლო, ასევე არასასოფლო მიმართულებით და ისეთი მნიშვნელოვანი ინტერესთა ჯგუფების ჩართულობას, როგორც არის ახალგაზრდები, ქალები, სპეციალური საჭიროებების მქონე პირები, ეთნიკური უმცირესობები, ჩვენ აი ამ წელიწადნახევრის მანძილზე, რაც პროექტი მუშაობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, შევეცადეთ, რომ ყველა ეს მიმართულება მაქსიმალურად მოგვეცვა. ადგილობრივი განვითარების ჯგუფები საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში ლაგოდეხში და ყაზბეგში, ასევე ბორჯომში, რომლის შესახებაც ჩვენ ერთ-ერთ წინა გადაცემაში გიამბეთ, წელიწადზე მეტია მუშაობს. მათ წელს კიდევ 5 მუნიციპალიტეტი დაემატა. ჯამში 8 პროექტის განსახორციელებლად ევროკავშირმა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამისთვის 180 მილიონ ევრომდე თანხა გამოყო, რომლის ნაწილიც უკვე დაიხარჯა. ნაწილი კი მომავალში დაეხმარება მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ინიციატივების განხორციელებას. ჩვენ გვაქვს ევროკავშირის პროგრამა ENPARD, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველოში ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ჩამოყალიბებისა და ხელშეწყობისათვის 180 მილიონ ევროს გამოყოფს, რაც დაახლოებით 500 მილიონი ლარია. ეს ყველაფერი სოფლის მეურნეობისა და ზოგადად სოფლის განვითარების სტიმულირებას უზრუნველყოფს. ENPARD-ის პროექტები თითქმის მთელს საქართველოში ვრცელდება. ადგილობრივი განვითარების ჯგუფების საქმიანობის გასაცნობად და უკვე განხორციელებული პროექტების მოსანახულებლად ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანუშ ჰერმანი ლაგოდეხში იმყოფებოდა, სადაც მას მუნიციპალიტეტის განვითარების მხარდაჭერისათვის ლაგოდეხის მეგობრის სიგელი გადაეცა. სტატუსი ლაგოდეხის მეგობარი. მე მომიცით თქვა, რადგან უკვე ეს სიგელი მაქვს, შემიძლია ლაგოდეხის ლაგის წევრობაზე შემოვიტანო განაცხადი. ელჩმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული პროექტები მოინახულა. მათ შორის ერთ-ერთია ღია ტერასა და ლიტერატურული კაფე, რომლის მსგავსით ლაგოდეხში აქამდე არ არსებობდა. ლაგოდეხის ტერიტორიაზე არ არის ასეთი ადგილი, სადაც მშვიდად გზნობენ თავს და არის მშვიდი გარემო. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მდებარე მცირე კაფის გაფართოება და იქ ღია ტერასისა და ლიტერატურული კაფის მოწყობის პროექტი განვითარების ჯგუფმა დააფინანსა, რომელიც უკვე სტუმრების მიღებისა და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნისთვისაა მზად. ტერასა იყო პატარა შედარებით და გვიჭირდა მომსახურეობა მოსულ სტუმრებთან, ეს ადგილობრივი იყო თუ ჩამოსული ტურისტები. ამიტომ მივიღეთ მონაწილეობა ამ პროექტში. დაგვაფინანსეს ევროკავშირის მხარდაჭერით მოხდა ტერასის გაფართოება, რაც გვაძლევს საშუალებას მივიღოთ მეტი დამსვენებელი, უკეთესი გარემო იყოს მათთვის და ნამდვილად გაამართლა. ეს რაიონისთვის მე მგონი ძალიან კარგია და ჩამოსული ტურისტები ძალიან კმაყოფილები არიან. გარდა ტურისტული პოტენციალის გაზრდისა, ლიტერატურული კაფის მოწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებს სწავლასა და ინფორმაციის მოძიებაშიც დაეხმარება. როგორც ნათელა მუმლაძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მცირე ბიბლიოთეკა აქვთ, ახალგაზრდები მათ კაფეს ხშირად სტუმრობენ. ბევრი ახალგაზრდა მოდის ძალიან, მე-11, მე-12 კლასელები მით უმეტეს და არის შემთხვევა, რომ ჩვენ გვაქვს ამჟამად ენციკლოპედიები, ქართული მწერლობა და სარგებლობენ კიდეც ოღონდ რაც უფრო მეტი იქნება აქ საშუალება, მათთვისაც უკეთესია. კმაყოფილები არიან ბავშვები ჯერჯერობით. ლიტერატურული კაფე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის შესასვლელში მდებარეობს. სახელმწიფო ნაკრძალი და აღკვეთილის საერთო ფართობი 24,000 ჰექტარს აჭარბებს. მისი უნიკალური ფლორისა და ფაუნის ადგილობრივი თუ უცხოელი დამთვალიერებლების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, რაც სერვისების შესაბამის ზრდას მოითხოვს. ამ ბოლო პერიოდში ციფრებით ვთქვა ძალიან მზარდი ტენდენცია რიცხვიანი პროცენტული ზრდა არის ხოლმე, გასულ წელს 50,000 ვიზიტორი იყო ჩვენი სტუმარი, აქედან 12,000 ვიზიტორი უცხოელი იყო. თითოეულ ვიზიტორს მოგეხსენებათ, უჭირდება ტრანსპორტირება, ესაჭიროება კვება, დარჩენა. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტმა უნდა, ამიტომ ფაქტობრივად ყველა სხვადასხვა სფეროს ბიზნესს აქვს საშუალება, რომ ამ ადამიანებს მიაწოდონ სერვისი. როდესაც სერვისის ხარისხი და მიწოდება გაიზრდება, შესაბამისად უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება, რადგან დღეს მოთხოვნა მიწოდება არეგულირებს ბაზარზე, თავისთავად ხარისხიანი პროდუქტი ყველაზე უფრო გაყიდვადია.
როდესაც სტატისტიკას გადავავლეთ, თვალი აღმოჩნდა, რომ კახეთში ლაგოდეხი ლიდერობს ნაადრევი ქორწინების ფაქტებით და სრულიად საქართველოში თავად კახეთია ლიდერი რეგიონი, სადაც ნაადრევ ასაკში გოგონათა ქორწინების ფაქტები საკმაოდ მრავლად არის დაფიქსირებული. ამბობს საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე თამარ მუმლაძე. როგორც აღნიშნეთ, ლაგოდეხის მოსახლეობის მიერ დაგეგმილ პროექტებში ახალგაზრდობა, სოციალური საკითხები, გენდერი და მოწყვეტი ჯგუფები მეორე ადგილზე დგას. ცნობიერების ამაღლებისა და მათთვის პრობლემური საკითხების ეფექტური გადაჭრის გზების ძიებისათვის მუნიციპალიტეტში 15-დან 18 წლამდე ახალგაზრდებისათვის ტრენინგები ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა. ტრენინგების ძირითადი მიზანი ის იყო, რომ ბავშვები ყოფილიყვნენ ინფორმირებულნი იმ სირთულეებთან და იმ სამართლებრივ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რაც ნაადრევ ასაკში ასეთი ნაბიჯის გადადგმას მოჰყვება და ამის საფუძველზე გვინდოდა, რომ შეგვექმნა ის სურათი, თუ რა საფრთხეს და რა რისკებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი სწორედ ამ ფაქტების შემთხვევაში. ასეთი შანსი ამ პროგრამის საშუალებით, რომლის დამფინანსებელიც ევროკავშირია და ხორციელდება სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, უნდა ითქვას, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ასეთი ინტენსივობით, აი ასეთ ჯაჭვური და ციკლური ხასიათით ლაგოდეხში არ განხორციელებულა. თუ ხმამაღლა არ ვილაპარაკეთ ამ სირთულეებზე, ამ გამოწვევებზე, ამ გართულებებზე, მაშინ პრობლემასაც ვერ მოვაგვარებთ. ასე რომ პროექტის განხორციელება ვთვლი, რომ სწორედაც რომ დროული იყო და სწორედაც რომ მნიშვნელოვანი იყო ლაგოდეხელი მოსახლეობისათვის. წლების მანძილზე ლაგოდეხის ნომერ პირველი საბავშვო ბაგაბაღი მოძველებული ინვენტარითა და ავეჯით სარგებლობდა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბაგების გაერთიანების სააგენტოს მიერ ინიცირებულ პროექტს, რომელიც ბაღის ინვენტარის სრულ შეცვლას გულისხმობდა, ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა მხარი დაუჭირა. 130-ზე მეტი ლაგოდეხელი პატარასათვის ევროკავშირმა 35,000 ლარი დახარჯა. განცხადებლის კონტრიბუცია კი 13,000 ლარია. თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენი რაიონისთვის, ჩვენ ვართ მოსახლეობისთვის მაგალითები, თუ როგორ უნდა აქტიურად ჩაერთო სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში და შენი იდეა განახორციელო მათი დაფინანსებით. ნამდვილად ჩვენ გქონდა მშობლებთან ურთიერთობა, შეხვედრები, სანამ ჩვენ პროექტს გადავწერდით, ჩვენ ღია კარის დღეები მოვაწყეთ მშობლებთან და ერთად გავიარეთ და მოვიფიქრეთ, თუ რა საჭიროებებია საჭირო, რომ ვიზრუნოთ ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე და განათლებაზე. ჯერ ახლა ჩემი ოჯახი დასაქმებულია აქ. პლუს ამას კიდევ სამ პიროვნებას დავასაქმებ და უკვე სამი ოჯახი გაჩერდება ხო ადგილზე. და ეს სულ უბანში ხდება, მეზობლობაში ხდება და ფიქრობთ, რომ უფრო კარგი იყოს. და როცა ადამიანი დასაქმდება, მე უკვე ფიქრობთ რაიონზეც, ოჯახზეც, უბანზეც და ასე შემდეგ. ამბობს ვასო, რომელმაც საკუთარ ეზოში ვარდების სათბური მოაწყო, რაშიც ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მხარდაჭერაც მოიპოვა და საკუთარი პროდუქცია ადგილობრივ ბაზართან ერთად უკვე თბილისშიც გააქვს. მქონდა ჩემი საკუთარი პატარა მეურნეობა, ამ მეურნეობის მიზნით მინდოდა გაფართოვება და რომ გავიგე სოფლის პროგრამა განვითარებისა, მის შემდეგ გადავწყვიტე რომ რაღაც მეღვონა. ამასობაში ევროკავშირის დაფინანსებით და ქიას დახმარებით, ლაგის დახმარებით, ლაგოდეხის რაიონში ინფორმაცია გავცელდა. დავწერე პროექტი. გავიარე პირველი ეტაპი პროექტისა, შემდეგ შემასწავლეს ყველაფერი, თუ შემდეგი ეტაპი როგორ უნდა დამეწერა და რა უნდა გამეკეთებინა. შემდეგი ეტაპიც კარგად გადავლახე და დავფინანსდი ევროკავშირის მიმართ. რითიც ჩემი მეურნეობა უფრო გავაფართოვე. მეწარმე საკუთარი მეურნეობის გაფართოებასაც გეგმავს. განვითარების ხრივ ვფიქრობთ, ოღონდ მარტო ვარდზე არ ვფიქრობთ. შემდეგში ალბათ სხვა ყვავილები, რომელიც მოთხოვნადია ბაზარზე და რეალიზაცია გაადვილდება საქართველოში. ფინანსური შემოსავლები რაც უფრო იზრდება, უფრო ადამიანი ფიქრობს ხო იმას, რომ გაფართოვდეს და ზუსტად მომისწრო ამ ევროკავშირისა და ქიას დახმარება. რატო? იმიტომ რომ ამ ადგილზე მე მაინც ვფიქრობდი ამის გაკეთებას, მაგრამ ეს ყველაფერი მე უნდა დამჭირდებოდა 2-3 წელი მაინც. მის გაკეთებაში მეტი თუ არა. და ეხლა პერსპექტივა უფრო ადრე გამიჩნდა და უფრო ადრე დავიწყე ამის გაფართოვება.
ნებისმიერმა პროგრესზე და შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებულმა მეურნემ იცის, რომ ტექნოლოგიების დანერგვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. სწორედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარწყავის სისტემის მოწყობას შეეხებოდა გია კუბლაშვილის პროექტიც. ამბობს, რომ საწყის ეტაპზე მის ინიციატივას მეზობლები სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და საკუთარი ბაღის თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვისთვის 15,000 ლარიც მიიღო. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, არ სჯეროდათ, აი რა დაფინანსება, ესე რომ ვთქვათ, რისი დაფინანსება, ვირას მოგწევს, ესე რომ ვთქვათ რა, შინაურულად, გლეხურად, მაგრამ აი როცა დაინახეს, უკვე მეკითხებიან, რომ შემდეგი კონკურსი როდის დაიწყება. გარდა სარწყავის სისტემის დანერგვისა, გია კუბლაშვილმა სტიქიურ მოვლენებზეც იფიქრა და საკუთარი მეურნეობის 100% დააზღვია. თუ ვინმე ჩემ აზრს გაითვალისწინებს და ჩემ რჩევას მიიღებს, ყველას ურჩევ რომ დააზღვიონ თავისი მოსავალი. ეს არის აუცილებელი ჩვენ შემთხვევაში. მე ახლა სავარაუდოდ გეტყვით, რომ მე დაზღვეული მაქვს ჩემი ფართობების სრული 100%. მე სულაც არ ვფიქრობ იმაზე, სწორად გავაკეთე თუ არ გავაკეთე, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის აუცილებელი იმის გულისთვის, რომ თუ ჩვენ რამეს საქმიანობთ სოფლის მეურნეობის კუთხით, გვაქვს საქმე აი სოფლის მეურნეობასთან, ეს არის აუცილებელი, დაზღვევა აუცილებელია. ქართულ და ევროპულ ბაზარზე ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციისადმი მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი ბიზნეს ინიციატივა სოფელ ფონაში ბიოლოგიურად სუფთა ხილისა და ბოსტნეულის ჩირის წარმოებას ეხება. შპს ბიომეურნეობა ფონას დირექტორი პაატა წულაია ამბობს, რომ ევროკავშირის დახმარებით მათ უახლესი დანადგარები შეიძინეს, რომელიც პროდუქციის თანამედროვე სტანდარტებით წარმოებაში დაეხმარებათ. ყველაფერი მზად გვაქვს უკვე ინვენტარი, აგრეგატები და მიდის მონტაჟი, ბოლო სამუშაოების შესრულება, რომ სეზონს შევხვდეთ მომზადებულები. ჩვენ ვართ ორიენტირებული ბიო პროდუქტის წარმოებაზე. ჩვენი ჩირიც იქნება ბიო. და ჩვენი მეურნეობა ზოგადად არის მრავალდარგობრივი და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე ორიენტირებული. გვაქვს ვაშლის, მსხლის, ქლიავის ბაღები და ნელ-ნელა ამის გაფართოებასაც ვაპირებთ. ანუ ფართი და მიწები აგვაძლევს ამის შესაძლებლობას. ჩვენ ვიმყოფებით ახლა გარდამავალ პერიოდში 2019 წელს, თუ კი წარმატებით გავიარეთ ეს გარდამავალი დაკვირვების პერიოდი, მაშინ ჩვენს მეურნეობაში დამზადებული პროდუქცია ექნება ბიოხარისხის ნიშანი. პაატა ამბობს, რომ ევროკავშირის დახმარებამ საშუალება მისცა ის ტექნიკა შეეძინა, რომელიც პროდუქციაში კვებითი ღირებულების შენარჩუნებას უწყობს ხელს. ჩვენ სპეციალურად ავირჩიეთ ის მეთოდი გამოშრობის, არის სწრაფი გამოშრობის მეთოდებიც, მაგრამ ჩვენი ეს ცოტა ხანგრძლივი, მაგრამ აბსოლუტურად ინარჩუნებს გამოშრობილი პროდუქტი თავის ღირებულებას, სასარგებლო ნივთიერებებს, ვიტამინებს და ამ შემდეგ. პაატა წულაია აქცენტს ქართული ბაზრის ათვისებაზე აკეთებს, თუმცა ამავდროულად მომავალზეც ფიქრობს და ამბობს, რომ თუ მსგავსი მცირე ზომის ბიომეურნეობები გაერთიანდებიან და დიდი რაოდენობის პროდუქციას დაამზადებენ, მათთვის ევროპის ბაზარიც გაიხსნება. საჭიროა რომ ასეთი ბიოწარმოებები შეიქმნას სხვაგანაც და კოოპერაციულად გავიდეთ ევროპის ბაზარზე. იმიტომ რომ ევროპელი მომხმარებელი დამკვეთი ცდილობს რომ მთელი წლის უზრუნველყოფის ანუ ისეთი პარტნიორი მონახოს, რომელიც მთელი წლის მის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
Სარცან მოგვივიდა იდეა გაგვეშენებინა მარწყვის სათბური და ჩვენი სახსრებით მცირე ფართობზე გავაშენეთ პატარა მარწყვის სათბური. შემდგომ შევხედეთ, რომ მოგვეწონა ეს ბიზნესი, რაღაც კარგი გამოგვივიდა და გვინდოდა მისი გაფართოვება. ევროკავშირის მხარდაჭერით ჩვენ შევიტანეთ, გამოცხადდა საგრანდო პროგრამა და შევიტანეთ განაცხადი. და მისი მხარდაჭერით მოხერხდა მარწყვის სათბურის გაფართოვება. უფრო დიდ გავაშენეთ უფრო დიდი სათბური და რა თქმა უნდა მარწყვის ძირების რაოდენობამაც მოიმატა და აგერ უკვე ველოდებით პირველ მოსავალს. სოფელ ნინიგორში გაშენებულ მარწყვის სათბურში მარინას ოჯახმა 8000 ძირი სან-ანდრეასისა და ალბიონის ჯიშის მარწყვი დარგო. სათბური თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი გათბობის, ვენტილაციისა და სარწყავის სისტემებითაა აღჭურვილი. ამ ყველაფრის ერთობლიობა სათბურში მარწყვის მთელი წლის განმავლობაში მოყვანის საშუალებას იძლევა. წლის მანძილზე სულ რაღაც 408 კვადრატულ მეტრზე 2 ტერასად გაშენებულ სათბურში ოჯახი 4 ტონა მარწყვს აწარმოებს. არ გვიჭერს რეალიზაცია. ჯერჯერობით კარგი მოთხოვნა მარწყვზე არ არის ისეთი გადატვირთული ბაზარი, განსაკუთრებით ახლა ზაფხულის პერიოდში კი არის ბუნების გრუნტში მოყვანილი მარწყვი ბევრი რაოდენობით, მაგრამ ეს მხოლოდ არის ერთი სეზონი. საქართველოში არის რამოდენიმე სათბური, ბევრი არ არის. ამიტომ ჯერჯერობით საქართველოს ბაზარი მაინც და მაინც ათვისებული ამ ხრივ არ არის. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა მოსახლეობა, ბიზნესი, სახელისუფლებო და სამოქალაქო სექტორი ერთ სივრცეში მოაქცია და კონსტრუქციული თანამშრომლობის პრეცედენტი შექმნა, რომელიც წლების მანძილზე საქართველოსთვის აქტუალურ პრობლემას წარმოადგენდა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები არის ინსტრუმენტი არიან ესენი იმ მოსახლეობისა, რომელმაც ეს ადამიანები აირჩია იმისთვის, რომ მოაგვაროს ეს ადგილობრივი პრობლემები. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ერთის მხრივ მოსახლეობამ იგრძნოს პასუხისმგებლობა, რომ მხოლოდ არჩევნებით არ მთავრდება მათი ურთიერთობა და არ შეიძლება მერე ვთქვათ ხელის გაშვერა მარტო თვითმმართველობაზე რაღაც ვერ მოაგვარა და პირიქით. რა თქმა უნდა, ადგილობრივი თვითმმართველობა არ უნდა უყურებდეს მოსახლეობას მხოლოდ როგორც რაღაც ხელისუფლების დელეგირებს რაღაც მიცემის საშუალებას და არჩევნებით არ მთავრდება ეს პროცესი. გაჩნდა ბუნებრივი ჩატეხილი ხიდი მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტებს შორის, უკვე არჩეულ მმართველობით ორგანოებს შორის. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ნიშა ამოვსებულიყო და ზუსტად ევროკავშირის დახმარებით, როდესაც ეს სოფლის განვითარების პროგრამა დაიწყო, ეს პლატფორმა, როდესაც გაჩნდა local action groups, რაც არის ადგილობრივი განვითარების ჯგუფები, ამან შეავსო ეს ნიშა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შექმნა კომფორტული გარემო, ნეიტრალური გარემო, სადაც ერთი მხრივ მოსახლეობას, სამოქალაქო საზოგადოებას, მეორე მხრივ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტში არსებულ ნებისმიერ სფეროში მოღვაწე ბიზნესმენებს და ადგილობრივ თვითმმართველობას მიეცათ საშუალება რაღაც ნეიტრალურ მოედანზე დასხდნენ და ერთად მოაგვარონ გარკვეული პრობლემული საკითხი. სწორედ სექტორულ თანამშრომლობასა და ინიციატივების ქვემოდან ზემოთ პრინციპზე გაამახვილა ყურადღება ლაგოდეხში ვიზიტისას ევროკავშირის ელჩმა. არსებობს სისტემა, რომელიც დამკვიდრებულია ევროკავშირში. ამ სისტემას ლაგი ჰქვია. ის უზრუნველყოფს გარემოს, როდესაც ინიციატივა და ქმედება, რომელიც ადგილობრივ განვითარებას ეხება, არ მოდის ზემოდან ქვემოთ, არამედ შემუშავდება ქვემოთ და შემდეგ იგზავნება შესაბამის ადრესატთან. ადგილობრივი განვითარების ჯგუფი კარგად მუშაობს იმ შემთხვევაში, თუ ის მორგებულია ადგილობრივ საჭიროებებს და კარგად იცნობს მას. სწორედ ამიტომ ნებისმიერი პრობლემის თუ საჭიროების გადაწყვეტისთვის ლოკალური ადგილობრივი ინიციატივები უმნიშვნელოვანესია. ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის მუშაობაში ჩართულია მუნიციპალიტეტის მმართველობითი საბჭოც, რომელმაც ადგილობრივების ინიცირებული პროექტების თანადაფინანსებისათვის ადგილობრივ ბიუჯეტში 200,000 ლარი გამოყო. განხილული იქნა ჩვენს მიერ არაერთი პროექტი, რომელიც მოქალაქეებმა შემოიტანეს. ეს პროექტები ძირითადი ნაწილი სოფლის მეურნეობის კუთხით იყო, ზოგი ნაწილი ინფრასტრუქტურის კუთხით იყო. მუნიციპალიტეტმა ადგილობრივ ბიუჯეტში გავითვალისწინეთ თანადაფინანსების თანხები დაახლოებით 200,000 ლარი, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ევროკავშირის და ადგილობრივი თვითმმართველობის
მიერ ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება სხვადასხვა პროექტები. ევროკავშირთან დაახლოებისთვის სოფელ ადგილების განვითარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როგორც იანუს შერმანი ამბობს, ასოცირების შეთანხმების მიზნების შესასრულებლად მსგავსი პროექტები უმნიშვნელოვანესია საქართველოს განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვისათვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოში ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა IMPART-ი. We are very much committed to working together with Georgia. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ვითანამშრომლოთ საქართველოსთან. გვაქვს ასოცირების შეთანხმება, რომლის ამოცანაა, რომ უფრო ახლოს მიიყვანოს საქართველო ევროკავშირთან. მოახდინოს მისი ინტეგრირება ევროკავშირის ბაზრების მოთხოვნებთან. ამისთვის აუცილებელია ქვეყნის მომდევნო განვითარება, მისი ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება. ეს ყველაფერი ვერ მოხდება სოფელ ადგილების განვითარების გარეშე. შემიძლია გითხრათ, რომ მთელი ქვეყნის წარმატება დაუახლოვდეს ევროპას, პირნათლად შესრულდეს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. დამოკიდებულია იმაზე, მოახერხებთ თუ არა ჩვენ სოფელ ადგილების შესაბამის განვითარებას. სწორედ ეს განაპირობებს საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსების დახარჯვას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განსავითარებლად. The success of the overall approximation between Georgia and the European Union. პირველ ეტაპზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობის 31-მა ინიციატივამ შეძლო მხარდაჭერის მოპოვება და საკუთარი სოციალური თუ ეკონომიკური იდეების რეალიზება. ჩვენ აი ამ წელიწადნახევრის მანძილზე, რაც პროექტი მუშაობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, შევეცადეთ, რომ ყველა ეს მიმართულება მაქსიმალურად მოგვეცვა და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ხორციელდება მოქალაქეთა ძალიან აქტიური ჩართულობით. და სწორედ პროექტები, რომელიც შერჩეული იქნა, რომელმაც პრაქტიკულად როგორც თემატურად, ასევე გეოგრაფიულადაც მოიცვა თითქმის მთელი მუნიციპალიტეტი, სწორედ შერჩეული იქნა ადგილობრივი აქტორების, ადგილობრივი აქტიური მოქალაქეების ჩართულობით. ფაქტია, რომ არაერთი საერთაშორისო კვლევის თანახმად სოფელ ადგილებიდან მოსახლეობის მიგრაცია დიდი ქალაქებისკენ საკმაოდ მაღალია. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ისეთი ქვეყნებისათვის, სადაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ახდენენ. ახალგაზრდებმა უკვე იგრძნეს იგივე ლაგის მოღვაწეობით, რომ ეს ხელჩაქნეულობის განცდა, რაღაც უიმედობა და ასე შემდეგ გამოდგა ფუჭი, როდესაც შეხვდნენ ამ პლატფორმას და მიხვდნენ, რომ რეალურად მათ შეუძლიათ მათი იდეების განხორციელება. და მე ჩემდა სასიხარულით მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩაერთო უკვე და კიდე ასე ვთქვათ, ნაკადი გაიზრდება, მე იმედი მაქვს ამ პლატფორმის მუშაობისას. ამიტომ არიან ახალგაზრდები, რომელსაც კრეატიული რაღაც იდეები გააჩნიათ და მშვენივრად შეუძლიათ გამოიყენონ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რესურსები. ნუ რა თქმა უნდა, საქართველოში ნებისმიერ მუნიციპალიტეტს თავის დამახასიათებელი რესურსი აქვს. ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფში იმ წარმატებული პრაქტიკის გაგრძელებას გეგმავენ, რაც მოსახლეობის აქტიური ჩართულობითა და სექტორული თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი. იგეგმება ამ პროცესის გაგრძელება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ვფიქრობ, რომ 2 წელი ეს არ არის საკმარისი დრო საბოლოო ეფექტის გასაზომად და იმ შედეგების საბოლოო შესაჯამებლად, რომლის მიღწევასაც ახლა ვცდილობთ. ამიტომ შემდგომი 2 წელი ჩვენ უკვე მოგცემს შესაძლებლობას, რომ რეალურად დავინახოთ აი ამ აქტივობების ეფექტი. ერთის მხრივ აქტიურად ვმუშაობთ და გავაგრძელოთ მუშაობა ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის მდგრადობის ასე ვთქვათ უზრუნველყოფაზე და მეორე მხრივ გავაგრძელოთ ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერა როგორც სოციალური ასევე ეკონომიკური მიმართულებით. ფლორისა და ფაუნის, მათ შორის ენდემური და იშვიათი სახეობები, სხვადასხვა ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების წარმოება, ეკოლოგიური, კლიმატური, ტურისტული პოტენციალი თუ სხვა პირობები. საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე მდებარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საუკეთესო პირობებს უქმნის. ადგილობრივი განვითარების ჯგუფების სექტორალური თანამშრომლობა კი, რომელიც ევროპული ქვეყნების წარმატებულ პრაქტიკას ეფუძნება, ლაგოდეხელებს ამ სიკეთეების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.
ლაგოდეხის მაგალითზე ჩვენ უკვე ვნახეთ თუ როგორ შეიძლება ლოკალურ რამოდენიმე ოჯახის დონეზე ან სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფების ჩართულობით მოგვარდეს კონკრეტული სოციალურ-ეკონომიკური საკითხები. რა მნიშვნელობა აქვს მსგავს საკითხებში ევროკავშირის გამოცდილებასა და დახმარებას. ლაგოდეხის შემდეგ ჩვენ უახლოეს მომავალში ყაზბეგში ვგეგმავთ გამგზავრებას და ერთად ვნახავთ თუ რა პრიორიტეტები დასახეს ადგილობრივებმა საკუთარი მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის. დღეს ამით გემშვიდობებით, თქვენ კი აგროსიახლეებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ვებ გვერდზე garb.g, ასევე ჩვენს Facebook-ის გვერდზე ქართული შრიფტით აგროსიახლეები. ნახვამდის.